სიტყვით უგეტყოდი, რომ არსებობს დემოკრატიის ფორმა, რომელიც საკმაოდ საშიშია. ეს არის ფორმა, როდესაც ქვეყანას კანონის ნაცვლად გაბრაზებული და უმართავი ბრბო მართავს. მე მეინაბდე მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამოიწერე ჩემი. მე მოგცემ მინიშნებებს და შენ უნდა დამიწერო კომენტარებში, რაზე ვსაუბრობ ვიდეოში. სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, მაგალითად პოლიბიოსი მას დემოკრატიის უკიდურესად დეგრადირებულ, გაფუჭებულ ფორმად მიიჩნევდა. ამ დროს გადაწყვეტილებები მიიღება არა ლოგიკით და სამართლით, არამედ ემოციებით, პანიკით და აგრესიით, რაც დამრწმუნებით, რომ მდგომარეობას საკმაოდ ართულებს. ასეთ სისტემას ხშირად თან ახლავს მასობრივი არეულობები და ეგრეთ წოდებული ლინჩის წესით ადამიანების გასამართლება. ის როგორც წესი ჩნდება დიდი კრიზისების ან რევოლუციების გარდამავალ ეტაპზე, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტდება. დამიწერე კომენტარებში, რაზე ვსაუბრობ ვიდეოში, მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამოიწერე ჩემი არხი. რაც შეეხება პასუხს, პასუხი რა თქმა უნდა გახლავთ ოხლოკრატია.